თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან სტუდენტებზე ძალადობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ თანატოლებს განსხვავებული აზრის გამოთქმის გამოსცემენ. სტუდენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პოლიციის მიმართ, რომელიც მომხდართან დაკავშირებით გაფრთხილებით შემოიფარგლა. აქცია ეხება მოთხოვნას, რომ ესე იგი თვითმმართველობის რაღაც ტრადიციები დაირღვეს და აღდგეს სამართლიანობა. თვითმმართველობის დანაშაულს რაც შეეხება მათი ასაკის გათვალისწინებით მართლა მხოლოდ ოქმი შედგა და ისინი არ იქნებიან დასჯილები და ვფიქრობ, რომ ეს სხვანაირად უნდა გაშუქებულიყო და სხვანაირად უნდა მოხდარიყო რეაგირება. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა გაბადაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ძალადობა შარშანაც მოხდა და მოძალადე მაშინაც თვითმმართველობის წარმომადგენელი იყო. სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა კონკრეტულად, რომელმაც ერთი წლის წინ ასევე მე პირადად ვცემა, მაშინ როდესაც სტუდენტები ვითხოვდით ქართულ ენაზე ლიტერატურის მოწოდებას, ეს პიროვნება გუშინაც მონაწილეობდა ცემის ფაქტში და ის აუცილებლად უნდა ისაჯოს. ეს არის კმინა. სტუდენტების აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ძალადობის ფაქტი მათაც დაგმეს. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ამ წეხნეხის ქვეშ არიან, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, შემდეგ ჩვენ არ აღმოუჩნდებით ამ წეხნეხის ქვეშ, იქნა გავლენა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დაგმო უნივერსიტეტის ეზოში მომხდარი ინციდენტი. მისი განცხადებით მოძალადე სტუდენტების მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებენ. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და არაფერად მოხსნა შეგუებაზე. გამომდინარე იმიდან, თუ რა იქნება ჩამონათვალით, როგორც ვიზე გავრცელდება პატრონის მიერ განცხადებული გაფრთხილება, იმათ ჩვენ თავში ჩვენ საკუთარი დისციპლინარული ტესტი, რომელიც არის, რომელიც შეიძლება იყოს სტატუსის შეჩერება სტუდენტის ნებისმიერ სხვა. მე ანალიტარ მაინტერესებს ყავდეს უნივერსიტეტში ადამიანი, რომელიც მეორე სტუდენტს უთავს ხელს. ეს მე ვინც არ უნდა იყოს, რა ორგანიზაციის წევრიც არ უნდა იყოს და რა სოციალური წარმოშობის თუ სოციუმის ნაწილი. კვიტაშვილის განცხადებით უნივერსიტეტში დამატებითი სათვალთვალო კამერების დამონტაჟება და დაცვის გაძლიერება იგეგმება. იქ სადაც ეს ამბავი მოხდა გუშინ, იქ მეზოში არ არის კამერები და ისეთ ცალკე არის შეასრულე, ამიტომ დაცვამაც ვერ მოასწროს სწრაფი რეაგირება, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კამერას დავამატოთ ყველგან და სამკვლელს დავამატებთ თვითონ ხალხს, რომელიც დაიცამა სამკვლელოს პერიოდს. რექტორმა გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზებზეც ისაუბრა. ეს ინფორმაცია რაც არის გავრცელებული Facebook-ში და ლაპარაკობენ სტუდენტები, ეს იყო ერთ-ერთი ჯგუფის მიერ დაწერილი მოსაზრებები ერთ-ერთ ბლოგზე. აი ამ ბლოგზე დაწერილი სტატიების საფოსტო იყო ეს მაგარი სწორად.